სამშვილდის ნაქალაქარში შემორჩენილი ნანგრევებიდან თავისი მასშტაბით და მნიშვნელობით ყველაზე გამორჩეულია სამშვილდის სიონის ნაშთები. ჯვარ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძარი, იგი მერვე საუკუნეს მიეკუთვნება, რასაც ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი გრძივი, ჰორიზონტალური წარწერა გვამცნობს. ტექსტში მოხსენიებულნი არიან ბიზანტიის იმპერატორები კონსტანტინე მეხუთე და ლეონ მეოთხე. ამ წარწერის საშუალებით ტაძრის აგების ზუსტი თარიღის დადგენა გახდა შესაძლებელი. მისი მშენებლობა თურმე 19 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართლის ცხოვრების მიხედვით, სიონი აშენებულია ზუსტად იმ ადგილზე, სადაც იყო ვახტანგ გორგასლის დედის საგდუხტის მიერ მეხუთე საუკუნეში აშენებული ტაძარი.